მე ვიყავი ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც შეხვდა ბატონ ანდრეოლის და ჩვენ მქონდა იქაც ადგილზე საუბარი სწორედ შუა კორიდორთან დაკავშირებით. მე ძალიან მარტივად მინდა ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ შუა კორიდორი და კონკრეტულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის კრიტიკული მნიშვნელობის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და შემთხვევით არ არის გარდა ფოთისა, რომელიც იყო დაანონსებული მის დღის წესრიგში, ხო, ვიზიტის დღის წესრიგში ის, როგორც ჩანს, საკუთარი ნებით, წინასწარი გეგმარების გარეშე ჩავიდა ანაკლიაშიც და იქ ადგილზე გაეცო სიტუაციას. და მე აქედან მინდა დავიწყო, როდესაც ჩავიდა ბატონი ანდრეული ანაკლიაში და მე რადასამალეს მას იქაც უთხარი, ხო? რა ნახა მან? ვერაფერი. აი რას ნახავდა? აი ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ეს. რამდენიმე ქართულ კარიერისთან ერთად გაღიმებული სახებით რო ედგნენ. ხო, და ნახეთ ეს არის ჩაფუშული მაკეტების ხელისუფლება მართლა. ნახეთ პასუხი რა იყო? ეკონომიკის ხედავთ აი ხედავთ კარიერის. რა უნდა დაენახოს იქ? მე გეტყვით რა უნდა დაენახა? დავაკვირდეთ კარიერისტებს კადრებში. მე გეტყვით რა უნდა დაენახა? 6 წლის წინ აქ უკვე პირველი გემი უნდა შემოსულიყო. პირველი დიდი ამბავი უნდა დაწყებულიყო, დიდი ამბავის დაწერა, ხო? ეს ამბავი რას ნიშნავს? 10,000 დასაქმებულ ქართველს. საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების არნახულ აქამდე აღმასვლას. ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ერთადერთია ბოსფორის აღმოსავლეთით, პერსპექტივა რაც იქ არის, ფოთს არ აქვს, ფიზიკურად არ აქვს, ფოთს არც ქალაქის განვითარების პერსპექტივა არ აქვს, ხადება შეზღუდული არის, ხო ვთქვათ, იმ ტიპის ქალაქის, რაც იქ უნდა აშენდეს და არც ღრმაწყლოვანი პორტის, ესე იგი, განვითარების პერსპექტივა არ აქვს, ხო? აფხაზებს უნდა გამოეხედა და დაენახათ და დაინახავენ ღრმად ვარ დარწმუნებული ძალიან მალე, როდესაც ქოციანობა გადაშენდება, აი ეს პროექტი და უნდა ეთქვათ, რომ აქ რაღაც მაგარი ხდება, ძალიან დიდი ამბავი ხდება. ჩვენც გვინდა ვიყოთ ამ ძალიან დიდი და შთამბეჭდავი ამბის ნაწილი. და ეხლა აი რა უნდა ნახოს ისევ ანდრეული მან სხვა რომელიც იქ ჩავა. რა უთხრა იცით იოსელიანმა ministris მოადგილემ? საინტერესოა. ხო, იქ განცხადებაში არის, ხო, ღიად უთხრა, რომ გენგეგმა გააცნეს. ანუ ისე მაკეტი და გენგეგმა აქვს ისე როგორც ვისმენთ რომ აქვს 9 წელი. არა ადგილად იქცა, უფრო რაღაც ფილოსოფიური პოლიტიკური დანიშნულება უფრო აქვს, ვიდრე ეკონომიკური. რაღაცა ისეთი ფანტასმაგორიულ ჟანრში და ალტერნატივას ვერ განხორციელდა, ხო, ჩინეთთან ერთად და ასე შემდეგ, რასაც თავის მიზეზები. და ივანიშვილის გაჭედილობას. აი, ეკლესიიდან ვერ გამოდიან ბუნუელის ფილმის. ხო, აი რაღაც ეგეთი რაღაცა ქოცური წყევლაადებს, ისე როგორც დანარჩენ საქართველოს, ხო არის? ვითომ შედება, მაგრამ არაფერი არ ხდება, ხო? და აი ეს უსასრულო მარში. არც აქეთ ვარც და არც იქეთ. კი, აი ამ მეორე ფილმში უსასრულო მარში, ხო? დადიან. აი რაღაცა ბუნუელი გჭირდება, რომ ქოცური ანაკლია გააშუქოს. და ანაკლიის თემა სხვა შორის ძალიან დიდი ხანი არსებობს, ხო? ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროით, აი რამდენი წელი გავიდა ქართული ოცნების პირობებში გვავიწყდება, რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანია ვართ მაკეტის დონეზე. წლებით რო გადაუთვალოთ საქართველოს უახლეს ისტორიის რამხელა ნაწილი უჭირავს სინამდვილეში. აბსოლუტურად და ეს ეგ ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაა, იმიტომ რომ კარგი ამბობენ ტყუილს, ხო? ყველამ ვიცით რომ ამბობენ ტყუილს, რომ აი ეს ხუთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც შემოყავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, თუმცა არ იყო საკმარისი, არ იყო კარგი და ასე შემდეგ. ეს არის ნონსენსი და ეს ყველამ იცის, საკმარისი შეხედო რა კალიბრის, რა მასშტაბის, რა რეპუტაციის კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები შემოყავდა ანაკლიის კონსორციუმს, რომ დაინახო ეს არის ბოდვა, მაპატიეთ სიტყვის, მაგრამ ეს ბოდვა, მაგრამ ესეც გვერდით იყოს. აი თქვენთვის არ იყოს. არ გავიდა ამდენი წელი? თვითონ რა გააკეთეს? პასუხია არაფერი. ისიც კი, რაც ანაკლიის კონსორციუმმა მოასწრო და გააკეთა, გათხრა იქნება თუ გზშ-ს გაკეთება, ხო, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, უნიკალური დოკუმენტების, დელფინების მარშრუტსაც კი იკვლევს, ხო, ბუნებრივი ჰაბიტატი არაერია. აი, ამ დონეზე და ამ ხარისხით კეთდებოდა იქ პროექტი, ხო, არ ვახსენებ, გათხრას ისევ და ისევ, ხო? რა გააკეთეს? გზა არ მიუყვანიათ, რკინი გზა არ მიუყვანიათ. ელექტროგანათების ბოძები არ გაუკეთებიათ, ხო? ბიუჯეტს შეხედეთ. ბიუჯეტში ანაკლისთვის რაც არის გამოყოფილი, ხო, რაც უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხო, სტრატეგიული პროექტისთვის შეამცირეს. აი, შემომცირებელი ხელისუფლება შემოიღოს, ხელისუფლება, რომელიც გააკეთებს, ეს ხო ვიცით, რომ მითია და ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის იქ იმამდე, რაც მამუკა ხაზაძემ გაიხსენა. როდესაც ივანიშვილმა მას უთხრა, კი, მაგრამ რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს? ივანიშვილისთვის ეს იყო თვისებრივი. მაგასაც ვერ ამბობს ახლა დღეს რომ მასპინძლეს ამას ვერ ეტყვიან ამერიკელებს. აბა მივიდეს და უთხრეს ამერიკას
ამერიკელებს რა გინდა თქვენ ახლა შეხვედრაზე? ვერ ამბობს, იმიტომ რომ ახლა უნდა დადგას ეს რაღაცა ფასადური შოუ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან არის თვისებრივად რაიმე ტიპის კავშირი, ასევე კოცური ტყილია. თავაზობს ხომ ამერიკას რას თავაზობს დღეს ივანიშვილის რეჟიმი რისი შეთავაზება შეუძლია მისთვის ხო აი ამაში სადამდე წასვლა შეუძლია რუსეთის ინტერესის ქვეშ მას დროს იგებენ ხო ერთი მხრივ ცდილობს რომ მოიგოს და ნახოს ეგებ რაღაცა სიტუაციურად შეეცვალოს გადაგორდეს ჩვენ გავნადგურდეთ ან ბევრი რაღაცა ტრამპს რაღაც დაჭირდეს რაზრის წინააღმდეგის პუტინი არ იქნება ალბათ ესე წარმოუდგენია სამყარო მაგრამ მეორე მხრივ ანაკლია არის ის მე ვფიქრობ ერთადერთი რამ რაც არის ახლა დღეს აი რო შეხედო საკუთარ თავზე ივანიშვილი ხარ ტრამპთან ვაჭრობ ხო აი შუა კორიდორზე მეტი ხო ვთქვათ რა უნდა შესთავაზო აი ის და ესეც რო გადავთ აი ქართველი რო ხარ ზოგადად ან საუკუნეში ანაკლიაზე უფრო მნიშვნელოვანი და დიდი და ხაზი მინდა გავუსვა ეს არ არის არავის რაღაცა ბიზნესი ეს არ არის რაღაცა პარტიზანული ეს არის ეროვნული ინტერესის პროექტი ცალსახად რომელიც ყველა ქართველს ეხება იმიტომ რომ ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტს ეხება ეროვნულ თავდაცვის უნარიანობას ეხება და ეხება იმას თუ რა სტატუსი ექნება ამ სახელმწიფოს ხვალ სად ვდგავართ კი რა ღირებულებას ვატარებთ რა ტიპის სამხედრო ქსოვილს ვქმნით რომ ჩავერთოთ რეგიონულ და ტრანსრეგიონულ როგორ ვთქვათ ზოგადად რა ამბიცია გაქვს პოლიტიკური ეკონომიკური ანუ თავარი ხო ეგ არის ქართულმა ოცნებამ ხო თავიდანვე გვითხრა რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ამბიცია მაგას გეუბნებოდნენ რომ აი რო გეუბნებოდნენ დაპირისპირების საგანი არ უნდა ვიყოთ სინამდვილეში გეუბნებოდნენ რომ საერთოდ აღარ ვიყოთ ჩვენ რუკაზე ჩვენ აღარ გქონდეს ეს ღირებულება ერთადერთი რაც ივანიშვილს ეგონა რომ აი სატრანზიტო ღირებულების გამო სულ ივაჭრებდა ამერიკელებთან და ახლა სომხეთის და აზერბაიჯანის ამბავმა მას ესეც გამოაცალა და აი კითხვაც იმაშია მართლა რა დარჩა გარდა დემოკრატიის შეთავაზებისა რომ პარტნიორი იყოს ამერიკის შეერთებული შტატები მაგათ იმ ფონზე როდესაც არ გვაქვს ნავთი არ გვაქვს რაღაცა კონკრეტული ტიპის რაღაცა ენერგორესურსი რომლითაც შეიძლება რომ რაღაცა მოახდინო ლევერიჯინგი რასაც ქვია ანუ ვაჭრობა რაღაც ბერკეტად გამოიყენო ამ ფონზე საქართველოს მთავარი ექსპორტი ცხადია მithos ამ რეგიონში არის და უნდა იყოს დემოკრატია და ჩვენ იყო დრო ვიყენებდით ამას ხო დემოკრატიულ რეფორმის და ზოგადად რეფორმას როგორც ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარას შევარდნაძის შეთავაზებაც კი ეს იყო რომ გამოვიდა სხვა საქმეა მაგრამ ეს იყო შეთავაზება კი აბსოლუტურად შევარდნაძეს და სააკაშვილის არსებითად ამ ჩარჩოში ხედავდნენ საკუთარ თავს ასე აპოზიციონირებდნენ სახელმწიფოს რომ მიებათ ისეთი ტიპის ფართო საგარეო პოლიტიკური როგორ ვთქვათ პროცესებისთვის რომელშიც საქართველოს აი ამ ავტორიტარულ რეგიონში იქნებოდა დანახული როგორც განსხვავებული შემთხვევა და ჩვენ ახლა რაც მივიღეთ ქართული ოცნების მმართველობის მე-14 წელს რეალურად არის ის რომ ის მთავარი ბერკეტები რაც ხელთ გვეკავა დისკურსულად მაინც დაგეთანხმებით მეორე თემა ან სააკაშვილი ან შევარდნაძე რას ჩადიოდა დემოკრატიის კუთხით სასამართლოს კუთხით ნაკლოვანება ძალიან ბევრი იყო რბილად რო ვთქვათ უამრავი ნაკლოვანება უამრავი მაგრამ პარადიგმა იყო იქ ადგილზე რაც ოცნებამ გააკეთა არის პარადიგმის მოსპობა ის აგურებიც კი რომელიც იდო სწორი პარადიგმის კუთხით უბრალოდ აიღო და მოანგრია და მოშალა. სხვა პარადიგმითაც კი არ ჩანაცვლდა რაღაც გამართული ხო უბრალოდ მოიშალა ყველა. აბსოლუტურად ეს სუვერენიტეტის დათმობა ნაბიჯ გამიზნულა რუსეთის მიმართ ეგ არის. კი და ეს მაფრუნებს თქვენს წინაშე ნიშნაზე ასევე რომ ჩინური კომპანიითაც ვერაფერი ვერ გააკეთეს ხო? ანუ ერთია რომ შავარი მარცხი მანდარი რომ ამაზე უარი თქვეს. აქეთაც ვერაფერი ვერ ქნეს. ზუსტად ისე როგორც საგარეობის აშენებას ყვიდიან როგორც მომავალს რომ აი ვიღაც არაბი ინვესტორები კორპუსებს ანაშენდება ან არა ის დეველოპურ კომპანიად ომის იმედად რაღაცა და ეს არის ქოცური ფორმულა ძალიან მე ვფიქრობ კარგ მიგნებაზე მივედით რომ არ ღვევს და შლის იმას რაც არსებობდა და მეტნაკლებად მუშაობდა ყოველ შემთხვევაში პერსპექტივა ქონდა რომ ემუშავა მაგრამ სანაცვლოდ არ ქმნის და ვერ ქმნის ვერაფერს აი ესე ხო ევროპული კავშირის მიმართულება არის მომსპარი განადგურებული უფრო ქაღალდზე ქვია კანდიდატი იმის იქით არაფერი არ არის არც პრაქტიკული და არც თეორიული მაგრამ რეალურად ვერ ჩანაცვლება ვერ მოხდა ჩვენ კი ვიცით რომ ჩანაცვლება ვერ მოხდება ჩინეთით შენ ვერ შეცვლი ქართველისთვის ევროპულ კავშირს და ევროპულ ცივილიზაციას მეტიც და ქრისტიანულ ცივილიზაციას იმიტომ სხვა გრეკო-რომანულ საფუძვლებზე და ქრისტიანულ საფუძვლებზე აღმოცებული პოლიტიკური ფორმა სახელად ევროკავშირი
ქართველისთვის, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რაც უნდა კრიტიკული იყოს ევროკავშირის რიგ ასპექტებზე, ვერ ჩანაცვლდება. აშხაბადი ვერ ჩანაცვლებს რომს, ბერლინს და პარიზს ქართველისთვის. ეს არ მოხდება. მაშინ ჩვენ უნდა გამოვცვალოთ მილიონობით ქართველი და ესეც ვერ მოხდება მადლობა გვერდს. ხო, ვერ მოხდება. ამაზე მუშაობენ რომ ჩვენი აღქმები შეცვალონ, მაგრამ მილიონობით ქართველს ვერ გამოცვლენ თვითონ დამთავრებენ. უნივერსიტეტების ნგრევა და ყველაფრის მორღვევა მიზანი მათი, იმიტომ რომ კვლავ წარმოება არ ხდებოდეს ამ ცოდნის გადაცემის და მათ შორის ამბიცია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ხო, მთელი პრაქტიკულად თავისუფალი კულტურის მატარებელი ხალხი რო ქსოვილი მოერღვიათ. მაგრამ მაშინაც კი ვერ შეძლეს, იმიტომ რომ რაღაცა გენი არსებობს. ექსპერიმენტია თქო, რა თქმა უნდა, მათი გამოგონილი არ არის ეს ექსპერიმენტი, მაგრამ როგორ იმუშავებს, ან იმუშავებს თუ არა, ეს ძალიან საეჭვოა. რასაც ათასწლეულობით ჩამოყალიბებული იდენტობები ასე მარტივად თუნდაც ზალმომრავლე. ხო, მაგრამ აი მყიფეა რაღაცები მაინც რა ტრადიციის ნაკლებობის გამო. ინფორმაციო ეპოქაში ერთგვარი ექსპერიმენტია, აი ამ დაწოლით შეძლებ თუ არა. თუმცა აი ისიც რომ ვერ ანაცვლებენ, რაზედაც ერთხმად მივედით, ხო? ვთქვათ, ანაკლია ჩააგდეს სწორი პროექტი, ვერაფერ ვერ ჩაანაცვლეს, ხო? ის ჩინური კორუმპირებული, მრავალი სახელმწიფოს მიერ გაგდებული კომპანია შემოიყვანეს, მაგრამ ვერ შემოიყვანეს, ხო? ევროპული კავშირის მიმართულება ჩააგდეს, მაგრამ სხვითი ვერ ჩაანაცვლეს. DCFTA-ს არ იყენებენ, მაგრამ ვერც სხვაგან ვერ ვაჭრობენ. აი ესეთია კოცი, ხო? რაღაცა სოციალური იდიოტი, რომელიც სპობს იმას, რაც არის კარგი, მაგრამ ვერ ქმნის თუნდაც ნახევარი დონის საპირწონეს, ხო? ვერ თავაზობს ხალხს ვერაფერს და ჩვენი ხალხი ხო უყურებს ამ ყველაფერს, ხო? მათ შორის კოცი ამომრჩეველიც ხო უყურებს ამ ყველაფერს და ხედავს ძალიან მკაფიოდ, რომ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი არის გადაქცეული პრარავად. გამოდის და ამბობს, რომ 257 ბინა გავყიდეო კლიპში ამბობს. და მისი კოლეგა იმავე დღეებში ერევანში ამბობს, რომ 9 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი თავდაცვის უნარიანობის პაკეტი მოგიტანეთო, ეუბნება სომხებს. და ჩვენ გვეუბნებენ 257 ბინა გაყიდეს. რასაც არაფერი მოუტანია თან ქართველისთვის. აქედან დავიწყოთ, ხო? არაფერი. NVIDIA უნდა გააკეთოს სომხეთში, სომხებმა უნდა იფიქრონ მომავალზე, ხო, ტექნოლოგიებზე და ჩვენ კორპუსების მშენებლობა. ეს ყოფილა დიდი საქმე, თუმცა მომავლის საქართველოს. და ფლორის და ფაუნის განადგურებაზე თან წანისი უნდა განადგურდეს, გეოპოლიტიკურად, გეოსტრატეგიულად ხო აღარ ვამბობ, ხო, ნატოსკენ რო არ მივდივართ. ეხლა უკვე აოხრებაზე. ის როში ადარდებს ეს კორპუსები, რატო ელაპარაკებიან საერთოდ საზოგადოებას ამაზე, ხო? ანუ ეგეც არის შემზარავი. ადამიანი რომელიც პოზირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი, ღიად ამბობს, ეს მე ხარ მომიგონია და ჩვენ, ხო? 257 ბინა გავყიდეო და სტატისტიკას გვაცნობს, რომელ ბინაში რა ეროვნების ადამიანს ხედავს. აი ასეთი სიგიჟე მე არ წარმომერგე თუ დაწერილ და ჩვენს თავს.